მოგესალმებით. პირველ არხზე წარმოგიდგენთ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტს წიგნების თარო. მე ამ შოუს წამყვანი ალექსანდრე ლორთქიფაინძე ვარ და დღეს წიგნების თაროს მე-13 სტუდენტური სეზონის მე-4 ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. კავკასიის უნივერსიტეტის გუნდი ტრიუმფალური ჭაღი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანდურილი. გამარჯობა. გამარჯობა. როგორ გიკითხოთ, როგორი განწყობაა? კარგი, ხომ? წარმატებებს გისურვებთ ორივე გუნდს, რა თქმა უნდა, და თქვენი მაქსიმუმი გამოგევლინოთ. ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ გადახვიდეთ ნახევარფინალში და იბრძოლოთ მთავარი პრიზის მოსაპოვებლად, რომელიც კარგად მოგეხსენებათ, რომ არის საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. კემბრიჯამდე გრძელი გზაა და ამ გრძელ გზაზე პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმით, რომ ვუყუროთ ვიდეო რგოლს, რომელშიც ასახულია თუ როგორ ითამაშეს ერთმანეთში მომავალმა მოწინააღმდეგეებმა და მეტოქეებმა, ანუ ტრიუმფალური ჭაღის და ანდურილის მოთამაშეებმა სხვადასხვა სახალისო თამაშები, არა წიგნების თარო, არამედ თუ რა, ამას ვნახავთ უკვე ვიდეოში. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. არ არის. ხალი გან. ბოდიში მაგის ხარ შეიძლება ხო? ხალი ხო, ასე თემით მიხდაუდეთ. კარგი. მერე? წიგნი უნდა გამოსვა ხო? კი. ეს რა არის? ახავე ხა. რაცაც თქვა? არა. ზემთვარი და პურის ყანა მომჩა. არა. რაღაცას აგდებს ხო? კი. რაღაცას. კიდე. ეშმაკის ხო? ხო, ეს რუსინას. ხოს. თამთა. ხიდი არ არის? არა. აბა. ტრიუმფალური თაღი? ბრავო. ბიჭო, რა გიგდა? ისეთი მარტივიც არ გინდა. ბრავო. ანუ თან ეს წერა ხო არ შეიძლება ზემო წერი. ხო. კარგად. აკიმობას ნუ გავიწევ, არ ვიცი რა ქვია ამას. მუხამაზე. მე არ მესმის. არა. კი. მეტი არ შემილია თო. ხაც წითელი კუდი მახოლოს წითელი კაბამასი მაგ წითელი კუდას ვღერი ხარ გაჩქეში წავალ და გაგიფრინდები კიდევ და გესტიგონი ეგარი ხო? ეგარი ესე კაი. ესე კაი, მუსა. ხო, კაი. მოიცა? კაი, დროზე. ეგა. ჭკარა. დავაი, თანაბრად. არა, კაჩე? ნელა. გაჭიმე. ნელა. ცოტა მითხარით როგორ ავდო ასე დაგიდოთ? დადე ხო ცოტა შენსკენ რო გაწიო. კაი. კაი, ერთი. ასხენა ფეხი? ხო. ვარდება. შოვა მოგა. მოდი. ნელა, ოკეი. კარგად და ყველა. ეს ვინ მოიფიქრე. აპლოდისმენტები ტრიუმფალურ ჭაღს და ანდურილს. აქვე აღნიშნოთ, რომ წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი, წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის, იცხოვრეს სრულყოფილად და წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. მეგობრებო, დავიწყოთ თამაში.
პირველი რაუნდი. პერსონაჟი. გამოსაცნობი პერსონაჟი მე-20 საუკუნეში გამოცემულ ნაწარმოებში გვხვდება. საინტერესოა, რომ თხზულებაში აღწერილი პერიოდი კონკრეტული ქვეყნისთვის მძიმე იყო. სწორედ ამას მოწმობს ნაწარმოების მეორე სათაური და ორი ეპიგრაფი. ეს დიდი გოდება მოთხრობის მთავარი გმირის ფიზიკურ თუ სულიერ მდგომარეობაზე აისახა. ამის გამო გმირმა მიიღო გადაწყვეტილება, ორი ქორწინების შემდეგ დატოვა სამშობლო და უკეთესი ცხოვრების საძებნელად უცხოეთში გაეშურა. აღსანიშნავია, რომ პერსონაჟის ოფიციალური სახელი სასოებას ნიშნავს. ჩვენ ვართ ხო? თქვენ ხართ. ელი გორდელიანი. ელი გორდელიანი. ელი გორდელიანი. ბებიის სახელი ერქვა ელპიდე და სასოებას ნიშნავს. ელპიდე. ელპიდე. და ეძახიან ელის. და ვინ არის ავტორი ამ პერსონაჟის? ამომწურავი პასუხია, ეს არის ელი გორდელიანი. ეს სწორი პასუხია, შეელოცვა რადიოთი ნიკოლ ორტკიფანიძის ცნობილი ნაწარმოებია და მისი მთავარი გმირი გახლავთ სწორედ ელი გორდელიანი და სამიქულა ანდურულს ხსნის ანგარიშ თესეუ. 3-0 და პირველი რაუნდის შემდეგ ვაგრძელებთ თამაშს. მეორე რაუნდი, ციტატა. სახლი ზამთრისთვის ჯერ არ მქონდა მოწყობილი. მხოლოდ წვიმისგან მიცავდა. მაგრამ ჯერ არც შელესილი იყო და არც ღუმელი მქონდა ჩაშენებული. კედლებს ძველ განიერ ფიცრებს დიდი ღრიჭოები აშორებდა. ამიტომ შიგნით ღამღამობით გვარიანად ციოდა. ერთადერთი სახლი, რომელიც მანამდე მქონდა, ჩემს ნავს თუ არ ჩავთვლით, კარავი იყო. რომელსაც დრო და დრო ზაფხულის ექსკურსიების დროს ვიყენებდი და რომელსაც აკეცილს სქვენში ახლაც ვინახავ. პატარა ტბის ნაპირას დავსახლდი. კონკორდიდან დაახლოებით მილნახევრის დაშორებით სამხრეთისკენ. შემაღლებულ ადგილას. ჩვენს ადგილებში საომარი წარსულით ცნობილი ერთადერთი ველის, კონკორდის ბრძოლის ველიდან 2 მილის დაშორებით. ვერსია არ ჩანს 30 წამი ფიქრისთვის. სამი, 2, 1. ამოიწურა 30 წამი და დამატებითი მინიშნება მეოთხედ ფინალისტებს. ჩრდილო-დასავლეთით მზერა მთათა უფრო შორ და უფრო ლურჯ გრეხილს წვდებოდა. ზეციური ზარაფხანის ყველაზე სანდო ჩამოსხმას. სხვა მხრივ, საითაც არ უნდა გამეხედა, ამ სიმაღლიდანაც კი არაფერი ჩანდა გარს შემოჯარული ტყეების გარდა. ტრიუმფალური ჭაღი. ვოლდენიანი ტყეში ცხოვრება. ვოლდენიანი ტყეში ცხოვრება. მაგრამ რაღაცა არ მოგწონს ეს ვერსიანი. სამკულაზეც ქონდა, მაგრამ ნუ შევიკავეთ თავიდან. და რა არ მოგეწონათ? რატომ შეიკავეთ თავი? ცხადი მინიშნება ვერ დავინახეთ. მიმოძგავსეთ, მაგრამ ცხადი მინიშნება ვერ დავინახეთ და მაგიტომ ვიფიქრეთ, რომ ტბის პირას ქოხს აშენებს ადამიანი, სხვა სახლი არ გააჩნია და თანაც ეს ყველაფერი სადღაც ტყის სიახლოვეს. ვოლდენიანი ტყეში ცხოვრება, რა თქმა უნდა. ჰენრი დევიდ თოროს საკულტო წიგნი, მე ვიტყოდი, რომელმაც არაერთი ავტორი და ადამიანი შთააგონა და მთელ მიმდინარეობებსაც კი ჩაუყარა საფუძველი არა მხოლოდ ლიტერატურაში. ვოლდენიანი ტყეში ცხოვრება. 3-1 ხდება ანგარიში, მესამე რაუნდი დოკუმენტური. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც 21 საუკუნეში გამოიცა. წიგნი ავტორების მრავალწლიანი მუშაობისა და კვლევის შედეგია. გარდა დარგობრივი დეტალებისა, მასში ქვეყნების სხვადასხვა პერსპექტივიდან დანახულ ისტორიებსაც შევხვდებით. ნაწარმოებში ავტორები არაერთ თეორიას უპირისპირდებიან, მათ შორისაა
დევიდ ლენდისის თეორია ჩრდილოეთ ევროპის განსაკუთრებული კულტურული წყობილების შესახებ. წიგნი იმის განხილვით იწყება, თუ რატომ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ერთნაირი სახელის მქონე რატომ ვერ აღწევენ წარმატებას? აჯამაღლუს ვიღაც თურქის და კიდე ერთი ავტორი არის, მაგის წიგნი არის. ისი? აჯამაღლუ თუ ვიღაც. აჯემოღლუ? ხო, ავტორი როგორც ახსენეთ, რამდენიმე ავტორი. აჯემოღლუს რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები? ყველა არ მეგონა თუ ავტორსაც გაიხსენებდით დარონ აჯემოღლუს და ჯეიმს რობინსონის, რომელიც თანაავტორია. რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები? ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი, ორი ეკონომისტის წიგნი, იმის კვლევა ძიება, თუ რა განსაზღვრავს ხშირ შემთხვევაში ზოგ სახელმწიფოთა უფრო მარტივ წარმატებას და ზოგის მეტ სირთულეებს. 4-3 ხდება ანგარიში ტრიუმფალური ჭაღი, წინ გადის მესამე რაუნდის შემდეგ. მეოთხე რაუნდი, სხვადასხვა. გამოიცანით გეოგრაფიული ობიექტი, რომელშიც 2020 წლის მონაცემებით 600,000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. მისი სახელი ესპანურიდან შეიძლება ვთარგმნოთ როგორც მდელო, რადგან იქ უხვად შევხვდებოდით ველურ ბალახეულობას. ქალაქის სტატუსი მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღო. 30-იანი წლები ამ არეალისთვის ძალზე მნიშვნელოვანი გამოდგა. დაიწყო რა ჰუვერის კაშხლის მშენებლობა და კონკრეტული დაწესებულებების ფუნქციონირებაზე შეზღუდვა მოიხსნა. ქალაქის ეკონომიკაც ძირითადად ამ საქმიანობაზე დგას. სწორედ ამიტომ ხშირად მას სოფლიოს გართობის დედაქალაქსაც უწოდებენ. ლას-ვეგასი. რა? ლას-ვეგასი. ლას-ვეგასი, გართობის დედაქალაქი. მდელო საიდუმლოებანი. ანუ ვეგასი არის მდელო. ზაფრად გულსნელობას როგორ შეგნება? ნელ-ნელა ყველაფერი დაკავშირდა ერთმანეთთან. ეს სწორი პასუხია, ეს არის ლას-ვეგასი, ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქი, რომელიც დღესაც მიიჩნევა სათამაშო ბიზნესის ერთ-ერთ მთავარ ცენტრად და ეპიცენტრად. შედეგად ანგარიში ხდება 6-4 და ისევ წინ გადის ანდურილი. მე მგონი ძალიან საინტერესო თამაში გვაქვს და ორივე გუნდი იმსახურებს აპლოდისმენტებს. ჯერჯერობით ისე ვითარდება მოვლენები. მეხუთე რაუნდი, ვიდეო შეკითხვა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ნაწარმოები, რომელიც 21 საუკუნეში გამოიცა. ავტორი მასზე 6-7 წლის განმავლობაში მუშაობდა. იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი სადებიუტო იყო, მწერალი დიდ გამოხმაურებას არ ელოდა. ამასთანავე წერა მისი ძირითადი საქმიანობა სულაც არაა და ის ერთ-ერთ ფინანსურ კომპანიაში მუშაობს. რომანის დაწერის ბიზგი კი, როგორც თავად იხსენებს, სამშობლოში დაბრუნება იყო. მიუხედავად იმისა, რომ წიგნში რეალურ ადგილებსა და მოვლენებს ხვდებით, რამდენიმეგან ანაქრონისტული შეცდომა გამიზნულადაა დაშვებული. რომანი სამოქალაქო ომის დროს საქართველოსდან დიდ ბრიტანეთში გადახვეწილ ადამიანზე მოიხსნა. აჭერ ტრიუმფალური ჭაღი, ეს არის ერთი ტყის მახლობლად. ლეო ვარდიაშვილის. ერთი დიდი ტყის მახლობლად. ლეო ვარდიაშვილი. ლეო ვარდიაშვილის ერთი დიდი ტყის მახლობლად სწორი პასუხია. ერთი დიდი ტყის მახლობლად 7-6 ხდება ანგარიში და ისევ წინ გადის ტრიუმფალური ჭაღი. ხან აქეთ არის უპირატესობა, ხან იქით და იბრძვიან ნამდვილად მეოთხედფინალისტები. შესანიშნავი თამაშია. ეს კი გახლდათ თანამედროვე ბესტსელერი, მსოფლიო ბესტსელერი, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, ევროპაში ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია ამ წიგნმა და ლეო ვარდიაშვილიც ესე ძალიან პოპულარული გახდა თავისი აი ამ წიგნით. გავაგრძელოთ თამაში, მე-6 რაუნდი, ასოციაცია. წარსული, დანაშაული, ზრუნვა, სამართლიანობა,
პატიება, სიღარიბე, ქურდობა, დევნა, თვითმკვლელობა, ამბოხი, გოგონა, პარიზი, ციხე, არა. საბრალონი. საბრალონი. პარიზი, ციხე და კატორღაში გაშვებული ჟან ვალჟანი. ეს არის საბრალონი, ეს სწორი პასუხია აბსოლუტურად. საბრალონი მოგეხსენებათ ვიქტორ ჰიუგოს კლასიკური ნაწარმოებია, რომელმაც ამჯერად 3 ქულა მოუტანა ანდურილს და 9-7 ხდება ანგარიში. ისევ გადმოიწონა უპირატესობა ჩემგან ხელმარჯვნივ. მე-7 რაუნდი ავტორი. გამოსაცნობი ავტორი მე-19 საუკუნეში დაიბადა. მომავალ მწერალს რთული ბავშვობა ჰქონდა, რაც მისი ხასიათით და ჩაკეტილობითაც იყო განპირობებული. ამის გამო სემინარიაში სწავლისას თვითმკვლელობაც კი სცადა. ავტორი თვითგანათლებით იყო დაკავებული. კითხულობდა რა სხვადასხვა რელიგიურ ტრაქტატს, ანტიკური ლიტერატურის ნიმუშებს თუ გერმანულენოვან ავტორებს. მე-20 საუკუნის დასაწყისში მან აღმოსავლეთში იმოგზაურა, რამაც მის მსოფლ მხედველობაზე დიდი გავლენა მოახდინა. აღნიშნული მის შემოქმედებასაც დაეტყო. გერმანიაში ნაცისტური პარტიის მმართველობის პერიოდში ის თავის უკანასკნელ რომანზე მუშაობდა. მისივე თქმით, სწორედ წერამ დაიხსნა ნაცისტური კლანჭებისგან. ამ ნაწარმოების მოქმედება შორეულ მომავალში გამოგონილ პროვინცია კასტალიაში. შენ ხო? ხო. ჰერმან ჰესე. და რიოში მარგალიტები თამაში. ჰერმან ჰესე, ეს სწორი პასუხია, აღმოსავლური ფილოსოფიით დაინტერესებული იყო, ამაზე შეიძლება ზიფარტა გაგხსენებოდათ. გერმანულენოვანი ავტორია და მე-20 საუკუნის დასაწყისში ის აქტიურად მოვაწეობდა და ნაცისტებთანაც მოუწია ესეთი დაპირისპირება. ანგარიში ხდება 12-7 და უკვე 5 ქულით გადის წინ ანდურილი მე-7 რაუნდის შემდეგ. თუმცა 2 რაუნდი გრჩება სათამაშო და ჯერ კიდევ პირველივე ეტაპზე არაფერია გადაწყვეტილი. მერვე რაუნდი ეკრანიზაცია. აჭერს ტრიუმფალური ჭაღი. გაუჩინარებული ხალი. გაუჩინარებული ხალი. იმენა კინომანი ხარ. ამ კადრზევე. კი, რო გამოდის და ეს ვანიაში. ეს არ არის სწორი პასუხი სამწუხაროდ. ეს არ არის სწორი პასუხი. აგრძელებს ყურებას ანდურელი. დაიღობჯე ხუმი ტელეფონი უსმენ შეიძლება ის არა ბონტი მიიღეს ახლა რა ბონტი მიიღეს აბა სამქულაზე რისკავთ? ბორნის იდენტიფიკაცია არ ვიცი. აჰა. არა, არც ეს არის სწორი პასუხი. ეს არ იყო ჯეისონ ბორნი, ვისაც ხედავდით კადრებში.
სინამდვილეში კი ჩვენ უნდა გაგვხსენებოდა ძალიან საინტერესო ფანტასტი მწერალი ბლეიკ კრაუჩი და მისი ბნელი მატერია. ბნელი მატერია იყო თქვენს ეკრანებზე ძვირფასო მეგობრებო, სამწუხაროდ ვერ გამოვიცანით, მაგრამ არაუშავს. გავიაროთ ეს რაუნდი. და გავაგზავნოთ თამაში. მე-9 რაუნდი, ნაწარმოები. გამოსაცნობი ნაწარმოები მე-19 საუკუნეში სერიებად იბეჭდებოდა. სათაურით ტენსტოლის ტყის ამბები. ავტორი მას აქვეყნებდა ფსევდონიმით კაპიტანი ჯორჯ ნორსი. რომანი კრიტიკოსებს შორის პოპულარობით არ სარგებლობდა, თუმცა იშვიათ მეხოტბეებს შორის იყო ჯონ გოლზვორთი, რომელმაც ნაწარმოებს შუა საუკუნეების ბოლო პერიოდის იდეალური ხორცშესხმა უწოდა. მიუხედავად ისტორიული ჟანრისა, წიგნში არაერთ გამოგონილ ფაქტსა თუ ბრძოლას ხვდებით. საინტერესოა, რომ რომანში კონფლიქტში ჩაბმული აქტიური ფიგურაა რიჩარდ მესამეც. არადა ნაწარმოების მოქმედების მიმდინარეობისას ის რეალურად დაახლოებით 8 წლისა იყო. წიგნის სიუჟეტი ვარდების ომის დროს. აბა გისმენთ. ვარდების ომში? და დაასახელოთ ნაწარმოები. აივენ ხო? მაგრამ ეს არ არის სწორი პასუხი, გიორგი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგზელებ შეკითხვას ტრიუმფალური ჭაღისთვის. დაახლოებით 8 წლისა იყო. წიგნის სიუჟეტი ვარდების ომის დროს ვითარდება და მოგვითხრობს დაჯგუფებაზე, რომელსაც სახასიათო ნიშანი აქვს. ვერსია არ ჩანს, 30 წამი იფიქრეთ. აუ. შავი ის არის. აუ, ხო შეიძლება რომ 5 წამი. ეს არის შავი ის არის, ეს ორი პასუხია. ეს ორი პასუხია 12-9 ხდება ანგარიში. ნიკას უკმაყოფილებას ალბათ ის იწევს, რომ სამქულაზე არ მოაფიქრდა, ხო? იმიტომ რომ მე როგორც კი 30 წამი დაიწყო, მაშინვე მოვიდა ეს ვერსია, შავი ის არის. დასანანია, მაგრამ ორი ქულა მიიღეთ და კარგია რომ გაგახსენდათ რობერტ ლუის სტივენსონი და მისი ეს ცნობილი ნაწარმოები. 12-9 ანგარიში ნიშნავს სამქულიან სხვაობას, ჩვენ კი გადავდივართ უკვე ქართულ ეტაპზე. წიგნების თაროს გენერალური პარტნიორია PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. წიგნების თაროს გენერალური სპონსორია წყალი მთის. იცხოვრეს რო ყოფილად. წიგნების თაროს მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. მოემზადეთ ძვირფასო მეგობრებო. პირველი ქართული რაუნდი, ისტორია. გამოიცანით მოვლენა, რომელიც საუკუნეების წინ მოხდა. ის ამიერკავკასიაში მომხდურების ძალაუფლების აღდგენას ისახავდა მიზნად. ამისთვის თომა არწრუნის ცნობით 200,000-იანი ლაშქარი შეიკრიბა და საქართველოსკენ გამოემართა. ჯარი ისნის მიმდებარედ დაბანაკდა და ბრძოლაში ამირა საჰაკი დაამარცხა. რის შესახებ წარწერასაც ატენის სიონში შევხვდებით. ამ შეტაკებიდან 1 წლის შემდეგ თურქული წარმომავლობის აბასიანთა მთავარ სარდალმა საქართველო ისევ დალაშქრა და ამჯერად გარდაბანია აოხრა. 3 გიორგი აი თქვენ მინდი. მურვანყოს ლაშქრობა. რა? მურვანყოს ლაშქრობა. ბუღათურკის ლაშქრობა? მურვანყრუს? ხო. ეს არ არის სწორი პასუხი, მეგობრებო. არ არის სწორი პასუხი. კითხარი რა. რავი, ჩვენი რა მინდა. არ ვიცი არ არის შაჰაბასის ლაშქრობის ვიტყვი. შაჰაბასის. ვიცი რა. არ უგაქვერსია? ბუღათურკია? არც ეს არის სწორი პასუხი და მომეშვა. ხო, სწორი პასუხია ბუღათურკის შემოსევა. მე მეგონა რომ სალომე მიგმიპასუხა, ისე მომესმა რაღაც და კინაღამ
გავაფუჭე რაუნდი. მაგრამ გადავრჩით. გავაგზავნოთ მეგობრებო თამაში. დავივიწყოთ ბუღათურქი. მეორე ქართული რაუნდი, გეოგრაფია. თქვენ უნდა გამოიცნოთ გეოგრაფიული ობიექტი, რომელსაც ძველად სოსანგეთი ეწოდებოდა. შუა საუკუნეებში მას ქალაქის სტატუსი ჰქონდა. ახლა კი სოფელია. 2014 წლის მონაცემებით იქ დაახლოებით 1600 ადამიანი სახლობს. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში ის სამცხის პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. ამ ადგილას აგრეთვე შევხვდებოდით საქართველოს ეპარქიათა შორის ერთ-ერთ ძველ საეპისკოპოსო ცენტრს. ბოლოს გეტყვით, რომ ეტიმოლოგიურად ტოპონიმი წყლიან აწყური. ეს არის აწყური, ეს სწორი პასუხია. აწყური სწორი პასუხია. წყლიან ან წყლის ადგილს უნდა ნიშნავდესო, ასე ვარაუდობენ მკვლევრები და ორი ქულა მოუტანა ამ პასუხმა ანდურილს და შედეგად 14-9 ხდება ანგარიში 5-ქულიანი უპირატესობა აღადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. მესამე ქართული რაუნდი, კულტურა. თქვენ უნდა გამოიცნოთ ხელოვანი, რომელიც მე-19 საუკუნეში ოზურგეთში დაიბადა. ანზორ ერქომაიშვილი. ვინ? ანზორ ერქომაიშვილი. არ იქნება, მაგრამ იყოს. მე-19 საუკუნეში ბოლოსკენ შეიძლება რომ ვერ დაიბადებოდა ანზორ ერქომაიშვილი. ახლა ხანს გარდაიცვალა. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის სწორი პასუხი. ვაგრძელებ შეკითხვას ტრიუმფალური ჭაღისთვის. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა მუსიკალურობით. შესანიშნავად უკრავდა გიტარასა და მანდოლინაზე. განათლება კიევში მიიღო, სადაც ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში სწავლობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის ოსური ფოლკლორით დაინტერესდა და ამ მოტივებზე რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. თუმცა ყველაზე მეტად ის ცნობილია ოპერით, რომელიც ავქსენტი ცაგარელის ცნობილი პიესის მიხედვით დაწერა. 3 გისმენთ, ახლა უნდა დაასახელოთ ეს ადამიანი. ზაქარია ფალიაშვილი. ზაქარია ფალიაშვილი. არ არის ნიკა სწორი პასუხი, ხო? არა. ვინ? დოლიძე, ვიქტორ. ეს არის ვიქტორ დოლიძე, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ვიქტორ დოლიძე. ხანუმას მიხედვით, ქეთო და კოტე. დასანანია ნამდვილად ამ შემთხვევაში ქულების დაკარგვა, მაგრამ რა გაეწყობა, ჩვენ კი წინ ხელოვნების რაუნდი გვაქვს და დარჩით შესაბამისი მოთამაშეები. ლიზი გვანცა პირველი ზოგადი რაუნდი, ხელოვნება. გამოიცანით მუსიკალური ჯგუფი, რომლის ჰიტებიც დღემდე უკვდავია. ტრიო 50-იან წლებში ჩამოყალიბდა. განსაკუთრებული პოპულარობა კი მომდევნო დეკადებში მოიპოვა. კოლექტივი ავსტრალიაში ცხოვრობდა რა დროსაც ავტორბოლაზე შესვენებისას გამოდიოდნენ და მღეროდნენ. რადიო წამყვანმა ბილ გეიტსმა ჯგუფის სახელში საკუთარი პრომოუტერ ბილ გუდისა და ტრიოს ერთ-ერთი წევრის ბარი გიბის ინიციალები გამოიყენა. ბოლოს გეტყვით, რომ დღესდღეობით კოლექტივის წევრი 3 ძმიდან ცოცხალი მხოლოდ 1 დარჩა. 3 2 1 ცოცხალი დარჩა, ყველად არ თქვი ესე გამოთქმით, იმიტომ რომ მათი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰიტი არის Stayin' Alive. ეს არის Bee Gees, მეგობრებო, Bee Gees. მეცნიერების რაუნდზე მოთამაშეებს უხმით. ნიკა, სალომე. მეცნიერების რაუნდს წარმოგიდგენთ PSP, საქართველოს ფარმაციის ლიდერი. მეორე ზოგადი რაუნდი, მეცნიერება.
გამოიცანით მეცნიერი, რომელიც მე-16 საუკუნეში დაიბადა. თავდაპირველად კენტერბერიში სწავლობდა. შემდგომში კი იტალიაში გადავიდა და პადუას უნივერსიტეტი დაამთავრა. ამ პერიოდში ის ფაბრიციუსს დაუახლოვდა და მისი შრომებიც წაიკითხა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მან ლექციების კითხვა დაიწყო. მოგვიანებით ის ჯეიმს პირველის პირად ქირურგად დაინიშნა. ემსახურებოდა აგრეთვე ფრენსის ბეკონს. ისტორიაში ეს ადამიანი სამუდამოდ მას შემდეგ შევიდა, რაც გამოიცა მისი წიგნი ანატომიური გამოკვლევა გულისა და სისხლის მოძრაობის შესახებ ცხოველებში. სამი, ნიკა. ჯონ სნოუ. ჯონ სნოუ. ეს არ არის სწორი პასუხი. არა, ეს არ არის სწორი პასუხი. სალომეს აქვს უფლება დააფიქსიროს თავისი ვერსია, არ არის ასეთი ვერსია, მართლაც სისხლთან სამუდამოდ ასოცირდა ამ ადამიანის სახელი და გვარი. ეს არის უილიამ ჰარვი. ჰარვი. სისხლის მიმოქცევა და მთელი ციკლები აღადგინა. სპორტის რაუნდი. ვიცოდ. ნიკა, გიორგი, მესამე ზოგადი რაუნდი, სპორტი. გამოიცანით ადამიანი, რომელიც გასული საუკუნის 40-იან წლებში დაიბადა და თაობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნეოდა. აღსანიშნავია, რომ სპორტსმენის კარიერაზე მეტად მისთვის წარმატებული სამწვრთნელო ასპარეზი გამოდგა. მისი პირველი სერიოზული სამუშაო მილანში. კარლო ანჩელოტი. კარლო ანჩელოტი. რატომ ჩქარობ? რატომ არა? მარტო მე ხوارდი. ეს არ არის სწორი პასუხი. ეს არ არის კარლო ანჩელოტი. გიორგისთვის ვაგრძელებ. მილანში არიგო საკის ჩანაცვლება იყო, რასაც მან იდეალურად გაართვა თავი და კლუბს 4-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. ამის შემდეგ მან მადრიდს მიაშურა და რეალს ლა ლიგაში გაამარჯვებინა. ხოლო სამშობლოში დაბრუნებულმა რომა გააჩემპიონა. კარიერის ბოლო წლები მისთვის წარუმატებელი გამოდგა. ამ წარუმატებლობებს შორისაა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრების გერმანიასთან მარცხიც. 3 გიორგის უსმენ. 3 2 მალდინი, არა. ვინ? მალდინი თქვენ არა მაქორსია. არა. არც ეს არის სწორი პასუხი სამწუხაროდ, ეს არ არის მალდინი, არც ერთი, არც ჯეზარე, არც პაოლო. ეს არის ფაბიო კაპელო, მეგობრებო, ფაბიო კაპელო. ბლიცის მოთამაშეებს ველი მაგიდებთ. ნიკა და გიორგი ითამაშებენ ბლიცს. ბლიცის ეტაპს წარმოგიდგენთ საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათი. გიორგი, პირველი შენთან უნდა ვითამაშო, მზად ხარ? მზად ვარ. დავიწყოთ ბლიცი გიორგისთან. დავიწყოთ. სადორი მწერალია თომას ვულფი? ამერიკელი. სწორია მარგარეტ იურსენ არის ადრიანეს? მოგონებანი. სწორია რომელი წელის წიგნია ტონიო კროგერი? მანი. სწორია რაგვარი გურული დღიურების ავტორი გიორგი? ეღელძე. სწორია რომელი წელის პერსონაჟია საფარბეგი? აკაკიწეთელი. სწორია ბერძნულ მითოლოგიაში რამდენი თავი აქვს ცერბერს? 1. 3 ვის ლექსია მე პატარა ქართველი ვარ? შემდეგი. მეგრელის ჯო აბერკრომთა რას საქმიანოს სანდანგლოკტა? ინკვიზიტორია რომელი პერსონაჟი ბიძაშვილია დადლი დერსლი? ჰარი პოტერი. სწორია ვეფხისტყაოსანში რომელი ქვეყნის პასპეტია ავთანდილი? არაბეთი. სწორია რომელ ქართულ წიგნში ხვდებით მიჩინიოს? სამსული პირველი. სწორია რაგვარი ჯოისის პერსონაჟი სტივენი? დედაოსი. სწორია რომელი წელის პიესაა კავკასიური ცარცის წრე? ბრეხტი. სწორია როგორია თომასი დინკუნცის წიგნის სათაურში? უსაური. სწორია რომელი წელის გმირია ჰარი ბოსხი? შემდეგი. კონელის კინგის რომელ რომანში ხვდებით Cold Mountain-ის ციხეს? შემდეგი. წვანეგზა ჯენკის რითა რამდენი ქმარი ყავს ეველინ ჰიუგოს? 2. 7 რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა აირის მერდოკი? მე-20. სწორია ვისი რომანია ვოროშილოვგრადი? შემდეგი. ჟადანის ტოლკითა რა არსებაა გიმლი? ჯუჟა. სწორია სადორი მწერალი ერლენდ ლუ? ნორვეგიელი. სწორია ანა გავალდას 35 კილო? იმედი. სწორია ვისი ჩვენებაა ჰოვარდ ლავკრაფტის ციგნი? ჰენრი კარტერი. სწორია დუმბაძესთან რომელ ინსტრუმენტზე უკრავს ჯემალი? ვიოლინო. სწორია. დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და გიორგიმ დააგროვა 17 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები გიორგის. მე კი ვინაცვლებ ნიკასთან, რომელიც ასევე ითამაშებს ახლა ბლიცს. მზად ხარ ნიკა? დავიწყოთ ბლიცი ნიკასთან.
დავიწყოთ. სადორი მწერალია თომას ჰარდი. ამერიკა. ინგლისელი რობერტ გრეივზის მე. კალვიus. სწორედ რომელიც წელს წიგნია ნაზი აღამე. ფიცრალდი. სწორედ რაგვარია სხვა ამსტერდამის ავტორი დაშო. სწორედ რომელიც წელს პერსონაჟია ჰაჯი უსუბი. კაკი წერეთელი. სწორედ ბერძნულ მითოლოგიაში რამდენი თვალი აქვს ციკლოპს? ერთი. სწორედ ვის ლექსია სამშობლო ხევსურისა? რაფაელის თავი. სწორედ ჯო აბერკრომთან რამდენი თითი აქვს ლოგოს? 3. 9. რომელი პერსონაჟის დედაა ნარცისა მალფოი? დრაკო მალფოი. სწორედ ბებს ყავსაში რომელი ქვეყნის ამირბარია ტარიელი? სწორედ რომელი წიგნში ხვდებით გრაფსეკედის? ბზავის წერეთელი. დათათოშხია რაგვარია ჯოისის პერსონაჟი მოლი? ბუმი. სწორედ რომელიც წელს პიესაა სამგროშიანი ოპერა? რეხლი. სწორედ რისია კაცი იონესპოს წიგნის სათაურში? ქვია თოლის. სწორედ რომელიც წელს გმირია ლინკოლნის ადვოკატი მიკი ჰელერი? კონელის კინგის რომანში ხვდებით სასტუმრო ოვერლუქს? ქვია გაქცევა შოუშენკი. ნათება ელიფ შაფაკთან რამდენი ქალიშვილი ჰყავს ევას? 3. სწორედ რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა ემილი ჩორანდი? მეოცე. სწორედ ვის რომანი ალბათ ესთერი? კაპერტოსკაია. სწორედ ტოლკინთან არსება სენვაის გემჯი? ისა ჰობიტი. სწორედ სადორი მწერალია მარტენ პაჟი? ფრანგი. სწორედ ლიზა ჯენოას ჯერ კიდევ? ელის. სწორედ ვის სამი სტიგმა ფილიპ დიკი? კამერის ბიჭი. სწორედ დუმბაძესა რამდენი ტყვია ესროლა ინგა მუტავა? სწორედ რასახელით ვიცნობ ტერენტი კვირკველიას? ტერენტი გრანელი. სწორია, დრო ამოიწურა. დრო ამოიწურა და ნიკამ დააგროვა 20 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ამ შესანიშნავი ბლიცისთვის და დაუბრუნდით მოთამაშეების სათამაშო ადგილებს. დაუბრუნდით. თამაში ბოლომდე ისეთი გამოდგა, როგორც დაიწყო, შესანიშნავად გარდამავალი უპირატესობით, ძალიან ძლიერი დაპირისპირებით და საბოლოოდ ორმა ქულამ გადაწყვიტა გამარჯვებულის ბედი. ანგარიშით 31-29 ნახევარფინალში გადადის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ანდურილი. გილოცავთ მეგობრებო. გილოცავთ, საკმაოდ რთული ბრძოლა გამოვიდა დამეთანხმებით, ალბათ ძლიერი მეტოქე ხვდათ წილად და თქვენ მოახერხეთ ამ გამარჯვების მოპოვება, ამ დაბრკოლების გადალახვა და წინ ნახევარფინალია. წარმატებები ვუსურვოთ ანდურილს ნახევარფინალში. და მიუხედავად მარცხისა, შესანიშნავად ითამაშა, როგორც წინა თამაში, ისე ეს თამაში ტრიუმფალურმა ჭაღმა. კავკასიის უნივერსიტეტის ეს შესანიშნავი გუნდი სამწუხაროდ ეთიშება მე-13 სტუდენტურ სეზონს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც მაყურებელში, ისე გულშემატკივარში ძალიან ბევრ სიმპათიას გამოიწვევდა მათი თამაში. აპლოდისმენტები ლიზის, ნიკას და ნიკას. მე კი დაგემშვიდობებით. გეტყვით, რომ ერთმანეთს შევხვდებით კვლავად წიგნების თაროში, თქვენ უყურეთ ჩვენს შოუს და უგულშემატკივრეთ გუნდებს საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან ახალგაზრდულ პროექტში. ნახვამდის. ვერ მასწავლი ჭკუას, მასწავლი ჭკუას